მოგესალმებით კიდევ, გადმოვინაცვლეთ მაღაზია მაგნუმიდან უკვე საველე პირობებში. როგორც დავაანონსეთ ანონსის ვიდეოში, გიორგიმ დააანონსა, რომ გვექნებოდა იარაღის განხილვები, თეორია, პრაქტიკა და ჩვენ არანაირად არ ვართ მიკერძოებულები, რეალურად რაც არის იარაღი, ყველაფერს მარტივად ვისაუბრებთ, გავისვით თქვენთან ერთად, თქვენი თვალით ნახავთ. მიკერძოებული არც ერთ ბრენდზე არა ვართ, ჩვენ უბრალოდ ავდგებით, იარაღს გავტესტავთ სროლით. აგიხსნით დაშლებს, აწყობებს და ასე შემდეგ მოკლედ რა, რაც არის რეალურად ჩვენ იმას ვილაპარაკებთ. კი ბატონო, კარგი, დავიწყოთ შემოგარგო. ეს შემთხვევა არის, რომ მცირე ექსპერიმენტს ვაკეთებდი ხა და არ შემარჩინო, მე მიყვარს იარაღების მოვლა ძალიან. ვიცი, უბრალოდ 2 წელი უბრალოდ მაინტერესებდა ეს თურქული წარმოების, თქვა არსანის ფენომა ამ შემთხვევაში, როგორ გაუძლებდა თან ისეთ პირობებს, ხან კატერში გდია, ხან ჭაობში გდია, ასე შემდეგ და მოდი ვთქვათ ის, რომ ეს არანაირად არ გვიქმნის წინააღმდეგობას, ანუ ნადირობის დროს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიღოთ და გავწმინდოთ, ხო მართალია? კი, გაიწმინდა, კი, წავა, მაგრამ უბრალოდ ნახე ჟანგდება, ფუჭდება. ანუ საჭიროებს როგორ ვთქვა, ყოველ ნადირობის შემდეგ მოვას. თვითონ იარაღში ეს რეზმა კარგად არის, კი, რეზმა ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აუცილებელია მოკლედ მოვლა. აი, ექსპერიმენტი გასაგებია, მაგრამ მოდელს კეიში არ უდევს ჩოკების საწმენდი. ხო, რეზბის. კი ბატონო. სხვა ბრენდებს მოყვება და მაგასაც გადავიღებთ აუცილებლად. კი, სხვა ბრენდს მოყვება და კი, ვიცი რა ბრენდსაც მოყვება და იმედი მაქვს, რომ შემდეგს მაგას გადავიღებ და თან აღნიშნო ეგეც. კი ბატონო. მოკლედ ნახოთ ახლა. მადლობა რომ გამიწმინდა ჩოკი. დავაგანოთ ამ კარგად მოვლილი ჩოკი ცილინდრი, მოკლედ და ამით გავისროლოთ. ზოგადად, მოკლედ ჩემი და ვაჟას იარაღის ტესტირება. ორივე არის ფენომა, ერთი არის კამუფლირებული ვარიანტი, მეორე არის კლასიკურ კონდახში. ხო, გავისვრით 10 ნომრებს. ვაჟას უფრო ხდება, მოდი. ამ თობს ისტორია აქვს, ძალიან კაი ისტორია აქვს გეტყვით. აბა. არა, ჯერის უნდა აღნიშნო გიო. ხო. ნახე ეს როგორ მოვლიდია. ეს მოვლილია, იმიტომ რომ მე მგონია რომ მაღაზიიდან წამოვიღებთ კი ახლა სულ ახალია. რამდენი წელია რო ხმარო? აბა, სულ ხო 2 თვეა. უნდა გაწოვა. საწყალი ამან. საწყალი ამან უკვე თავისი მითხა როგორ რა დღეში არის. მაგრამ ეს იარაღი კარგად მუშაობს, ანუ ჩვეულებრივად. ძალიან მაგრად მუშაობს, კი ვაიხარ. შენ როგორც პროფესიონალურად თქვათ მორგება, კონდახის დახრა. ყველაფერი, ხო. ყველაფერი შენ გატესტე და გაიარე. ვისაუბროთ აუცილებლად პლუსებზეც, მინუსებზეც. ჩვენ როგორც მონადირეები ეგრე შევხედავთ. პრაქტიკაში ძალიან კარგია, ორჯერ დავკარგე რიონში ესოფი და საღამოსაც ვიპოვნია და ასე შემდეგ და მოკლედ რავი, მე რეკომენდაციას ვიძლევი ზოგადად ფენომაზე. ოღონ გაზდამტენ ფენომაზე. ახლა არის საზრებები მაგაზეც შენ თუ ინერცია. არა, არის, ხა ინერციაც არ არის, ცუდი ვერსია რას ლაპარაკობ. ჩათვალე ატა arms-ის ატა ნეო არის ჩალაგებული შიგნით რა ვიზუალი აქვს ფენომის უბრალოდ. ისე ჭორები დადის რომ ბერეტას ვარიანტები არისო arms-ანშიო. არა, ნუ ბერეტაა კაც. არა, ბერეტას ზოგადად არც ერთი სკოპიო ეს იარაღი არ არის, ეს არის თავისივე, მორჩა, არაფრის სკოპიო არ არის. არაფრის რეპლიკა არ არის. მაგრამ სისტემურად მაგალითად კატ-ოფის სისტემა რომელიც ჭიდის დამკეტი ვაქაგერ შენ ხარ ჩემი ბატონი. ეს არის ბრაუნინგის შექმნილი სისტემა. ანუ სისტემურად განს დამტენი როგორც ასეთი იარაღები თითქმის არის 50% ინერციული 50% ბაზარზე რა. ხო ხდებით და ერთმანეთს გვანან. ზოგს ცოტა სხვა ფორმის პორშინი აქვს, ზოგს ცოტა სხვა ფორმის პრუჟინი აქვს და ასე შემდეგ. როგორც ასეთი, ყველა სისტემურად გაზდამტენი არის გაზდამტენი. არის ინერციული და არის კიდევ ჰიბრიდული. ანუ გაზდამტენიც და ინერციულიც რომელსაც ერთად აქვს რა. ამ შემთხვევაში 100%-იან გაზდამტენ სისტემაზე ვისაუბრებთ, მის სროლაზე, ჩალაგებაზე, ჟაკანებსაც გავისვით, კარტეჩებსაც გავისვით 10 ნომრებსაც, 7 ნომრებსაც გავისვით ჩოკით და მოკლედ ნახოთ რა, როგორ იმუშავებს. 24 გრამებს გავისვით კიდევ საინტერესოა სპორტულ ვაზნებს. წესი და კანონით სანადირო იარაღები არ უნდა ტენიდეს, იმიტომ რომ არის სპორტული, თუმცა ჩვენს ჩვენებურად ვეცდებით რომ იარაღები გავტესტოთ ჩვენებურად. კი ბატონო, ჩვენი ახალი რუბრიკა მოკლედ ამით დავიწყოთ. ყველასთვის საყვარელი arms-ან ფენომას ტესტირება გვექნება დღეს და ნახოთ აბა პრაქტიკაში. კი. რატო გადავწყვიტეთ arms-ან ფენომა? ძალიან ცნობილია, ძალიან ბევრს აქვს და ძალიან კარგი მოდელი გამოდდა და მოდი ერთხელ და სამუდამოდ კარგი ვიდეო გადავიღოთ სროლით ყველაფრით და
შემდგომ მოვაყოლოთ უკვე სხვა ვიდეოები და სხვა იარაღების ვიდეოები. კი ბატონო. 24 და 40 რა. ნახევარნაბიჯით უკვე. ხო, ნახევარნაბიჯით უკვე. კაი, რას ვიცი? 24 და 40, ესე იგი ამ მანძილზე გავისვრით 10 ნომერს 30 გრამს BPS, იმიტომ რომ ცნობილი ვაზნაა BPS და ყველა მიცით რაც არის და გავისვრით ცილინდრით, 5-ჭრილიანი ჩოკით და ვნახოთ როგორ ჩაალაგებს და ასე შემდეგ. არ ვაპირებთ საფანტების დათვლას, უბრალოდ ჩვენ უბრალოდ განაწილებას ვნახავთ და ჩალაგებას ვნახავთ 24-სა და 40-ში, 25 მეტრაზე მოკლედ გავისვრით და ვნახავთ. 10 ნომერი 30 გრამი BPS. გავისროლ და ნახოთ ჩალაგება. ხო, კიდევ რა ვიღაცებმა არ დაიწყონ მე რომ აი კადრი წყდება და რაღაც და ანუ ამ კადრების წადი წამოდის დროის დაკარგვა არ გვინდოდა. იმედია ჩანს. 10 ნომერი. მოდი ახლა შემოატრიალებ. აჰე. კი, ჭრა აქ სერიოზული. იდეალურია მე თუ მკითხავ სამწყერეთ ახლა გაშლა. რა მე მომწონს. ხო, თან აგერა სისქე, რომერე შევა და რამდენი მილიმეტრი იქნება ეს. დამოგეღოვანეთ. 3 მილიმეტრი ფანერაა რა. ოღონდ ცოტა ისეთი ფანერაა რომ რთულად წყდება. მაგრამ ყველაფერი წყდება. ეხ გავისროლოთ ნახევარ ჩოკით, პოლო ჩოკით, 3 ჭრილიანით 34 გრამი კონტეინერი BBS. და იგივე მანძილი, იგივე კარდონი და ვნახოთ გლეჯვა როგორ და ჭრა როგორ ექნება. ცელი ავწიეთ. ესე იგი, იარაღს რო ვისვი რა, მინდა რომ აღნიშნო რა. იარაღი რო სამიჭირავს და რო ვირიგება ის ზუსტად მაზის. აი ეს ჭრილების ნახე. სპეციალურად გამოკვეთილი აქვს მაგისთვის რომ აი ხილი კარგად ჩაჯდეს რა. ნახე. პირდაპირ ჯდება წკა. აუ ეს იარაღი ძალიან კარგად მერგება. გაგითხრა. ყველა მოჯენაზე ზუსტად მაზის თვალზე რა. კაი, წამო შედეგი ვნახოთ. აი დააგვირდი ეს ცენტრი აი ეს თლიანადა აღებული ვაფშე. აი აქ შეხედი. აბა ხ შემოატრიალოთ. აი ნახე. და ეს ნახე. და ესეც დახია უკა, ესეც გაიტანა ორივე ფიცარი საკაიფოდ გაიტანა. ამას მე მოვიფიქრებ, რამე ისეთი ფიცარი ყველა იარაღზე რო ერთი და იგივე ფიცარი გამოვიყენოთ. მე ესეთი იდეაც მაქვს, რომ შეღწევადობები ვნახოთ ხოლმე. იმიტომ რომ ლულის გაბურგულობის შემოწობა და ჭრა ესე რო თქვა ჩვენებურად მასე უფრო განისაზღვრება და მასე რა, მასე უნდა გავაკეთოთ. ეხლა გავისროლოთ 37 გრამი 27 კაგლიანი კარტეჩი. ეს უკვე ცილინდრი გვიყენია. გაითვალისწინეთ მაინც რომ შევიწროება არასდროს არ დააყენოთ პირობითად ნახევარ ჩოკი რა, რომ სამჭრილიანი პირობითად რომ შევიწროებაში მოყვება კარტეჩი და გააფუჭებთ ჩოკის იმას რა ქვია სიმბოლეს. ეხლა გავისროლოთ. ნახოთ, იგივე მანძილია. ესე იგი ხესთან შედარებით ეს ცოტა სხვანაირად გერგება სხვათა შორის. ხე უფრო მაგრად გერგება. თითქოს. იგრძნობა მხარში ეს ვაზნი. ესე იგი სიგრძეზე მიაქ რა, ძირითადად. ხო, ამას კიდევ ვიცი. 1 2 3 4 5 6 7 ყველას მეიტანა რა თქმა უნდა, მაგრამ სიგრძეზე დამივიქავთ ეს იდეას. კაი, ეხლა. კი, ანუ პირობითად ხის ხელა ცხოველი, მგელის ხელა ცხოველი, წესით 50 მეტრში უნდა შეუულებრივად აიყვანო რა. განაირა უნდა გაიფანტოს ისეთი. ეხლა ამაზე ვესროლოთ 9 კაგლიანი კარტეჩი. ვნახოთ რა ისწავს. გავისროლოთ ლეგენდარული 9 კაგლიანი კარტეჩი. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ მონადირეს აი ესეთი კარტეჩით ბევრი ცხოველი ყავთ მონადირებული. ჟაკანზე არ მაქვს საუბარი. კონკრეტულად 9 კაგლიანი კარტეჩი. აბა წავით. საერთოდ. კი.
უფრო კარგად ჩაალაგა. თან იმენა რას თავარია. იქ სადაც ჩვენ უდიზებით, კარგად არის მოსული რა. 2 ერთად 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. ანუ ყველა მივიდა რა, ყველა. ეხლა წარმოვიდგინეთ გორის კისერისა თავის ადგილი რა, ვიცი. ნუ კაროჩი, კაი, 50 მეტრში ეს დაახლოებით ასე წავიდო და ეს ასე. ნუ ეხლა გავისროლოთ ჟაკნები და 50 მეტრიდან. ორნაირი ჟაკანი გქონდა გაჩვენებთ. ეხლა ისინი გავისროლოთ. აბა გავზომოთ. რამდენია მეტრაში? ზუსტად 50-ია ძმა, ზუსტად. და გავისროლოთ ორნაირი ჟაკანი. ჯერ გავისროლოთ 29 გრამიანი, ესეც BPS-ია. თითქოს ვარ ეკლავდი BPS, მაგრამ უბრალოდ ცნობილი ვაზნაა ყველაზე და მაგითო ავიღეთ ეს ვაზნა. და ესეთი 24 გრამიანი საბოტი. ორივეს ვაზნას აქვს 1050 აფეთქების წნევა, ბარი, ეგრეთ წოდებული 1050 მაგნუმია რა. და 50 მეტრში ვნახოთ 2 წელს გავისვით და როგორ ჩაალაგებს კონკრეტულად ფენმა. ეს ნუ ჩამოვდო უეჭველი. დამკრავს. ეგრევე გავისროლოთ მეორე და ნახოთ. აჰა. ძირითადად რაც პრაქტიკაში მაგ გამოცილი ძირითადად ნახევრად ავტომატური იარაღები რა. ალაგებენ ცოტა ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. რატომღაც ინერციულზე შემჩნეული მაქვს ძირითადად რო ცოტა მარჯვნივ ალაგებს ხოლმე, ოდნავ და განსდამტები მარცხნივ. ამ შემთხვევაში ჟაკანი იყო 29 გრამიანი და დაგვილაგა მარცხნივ და ეხლა გავისროლოთ 24 გრამი, ვნახოთ ამას როგორ დაგვილაგებს. ყველა ეგრე დაალაგა. არა, იგივენაირად უმიზნებთ, რომ ნახოთ მიტანა რა. ანუ ეგ გავიგეთ ხო, რომ ეგრე მივახ, მაგრამ ხო უნდა გავიგოთ ტრაექტორია, ორივე ჟაკანი ახლო უნდა იყოს. სამივე არის ერთად ეხლა. მოდი, იარაღიც არიელია. როგორც ვიმედოვნებდი, ეგრეც ცოტა მარცხნივ დაგვილაგა, მაგრამ თავარია რომ შეკრულად არის ეს სამივე და ძალიან დაცილებები არ არის რა. მაგას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ნასროლები, ნახე. ესე იგი, დამიზნებით. აი აქ იყო დამიზნება. როგორც ვიმედოვნებდი, როგორც პირველი 2? არა, პირველი ეს 2 იყო, მეორე ეს იყო. ეს იყო მეორე, ეს იყო პირველი. მოდი ეხლა გავისროლოთ 24 გრამები. ეხლა გავტესტოთ 24 გრამები. რამდენად გადატენის და რამდენად იმუშავებს სისტემა. ნახოთ. საკმაოდ საინტერესოა. გავისვრი ორს მხარზე მიდებით, დანარჩენს ხელიდან. გაგვიჭედა. კაი. თავიდან აბა კიდე. ესე იგი, ვაჟას იარაღმა გაჭედა ვინაიდან ახალია და ჯერ კიდე მოსაჯენია. თუმცა მხარიდან ჩვეულებრივად გაისროლა. ეხლა ვნახოთ ირაკლის მოჯენილი ვერსია, რამდენი წელია რო ხმარო 2, ხო? 2 წელია კარგად რო ხმარობს თან. ვნახოთ აბა ეხლა ირაკლის იარაღი როგორ მოერევა. Всё. Აბა. ეხლა ხელიდან გავისროლოთ ეგრევე. ჩქარ-ჩქარა. თან ხელია. აბა.
უპრობლემოდ. უნდა რა, დამუშავება ჭირდება იარაღს. მინიმუმ 100 ვაზნა უნდა გაისროლოთ, რომ მექანიზმის ხახუნი ერთმანეთთან კარგად დაჯდეს და იარაღი კარგად ამუშავდეს. ნებისმიერ იარაღს ჭირდება რა, რაც არ უნდა იყოს ახალი. მოდი აბა კიდევ ვცადოთ ვაჟას იარაღი ხელიდან. როგორ გადატენის. ну, а ვიცი, ხრიდან ნიშნულობა არ აქვს. ხრიდან ვცადოთ. ხო, კიდევ რა, ერთი რაღაც მინდოდა რომ ამეხსნა სულ რა. როცა კატოფის სისტემა დაკეტილი არ გაქვთ. გინდათ უბრალოდ რომ ეს ვაზნა მოიღოთ, მაგრამ კატოფიც არ იყოს დაკეტილი რა. ნახე, შეგიძლია გადმოაგდო ერთი ცალი და ნახე გაუშვა. ისე რომ შემდეგი ვაზნა ჩამოკაჩვით ამოაგდო ზევით. ანუ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? ნახე, უბრალოდ თითსადებ, შეუშვებ და ჩამოწევ. და აი ამას ამოიღებ ეს ხელით. მოდი ახლა საველე პირობებში ვნახოთ ვაზნით უსაფრთხოდ თუ როგორ უნდა გავაჩეროთ ჭიჭში ვაზნა და გამოვიღოთ კატოფის მეშვეობით. როდესაც ჭიჭში ვაზნა არის ჩადებული და ვაწვევით კატოფის წინ, ამ შემთხვევაში ჭიდი დაგვეკეტა, ანუ ვაზნა აღარ ჩამოვა, შესაბამისად, რომ გადმოვტენით მექანიზმს, დარჩება ღიად. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ვაზნა ჩააგდო, გაუშვა, გაისროლო და მექანიზმი ისევ ღია მდგომარეობაში დარჩება. არის მეორენაირი ვერსიაც. ანუ შემდეგ გადმოტენილზე, როდესაც არის მექანიზმი ღია მდგომარეობაში, ვაწვევით ქვემოთ და ავტომატურად ვაზნა ქვევით ჩამოვარდება და ავა ზევით ლულაში. აი ესე. ეხლა ნელა გავაკეთე. მინჩები. ოღონდ კატოფი რო მაგას ჩაუსვავ რა, ნახე. всё. და შემდგომ ეგეც ვთქვათ კიდე. იმ შემთხვევაში თუ არ გინდა რომ კატოფით დაკეტილი გქონდეს მჭიდი, მაგრამ ვაზნა გამოიღო ლულიდან ისე რომ ვაზნა არ წამოვიდეს ქვემოდან. ჩვეულებრივ შემთხვევაში როცა მექანიზმს დაბლა ჩამოწევ, კატოფი როცა ღია არის, ვაზნა მოდის დაბლა ჩვეულებრივ და გადმოვა წინ, ხო? ჩვენ გვინდა დავუშვათ კატოფის დაუკეტავად, ვაზნა გავაჩეროთ დაბლა. უბრალოდ თითს ვადებთ, აი ნახეთ, პირობითად ხომ არის ეს ვაზნა შედებული შიგნით. პირობითად შევწევთ ოდნავ, ჩამოკაჩავ და აი ამ ვაზნას ამოვიღებ და გავუშვებ მექანიზმს წინ. მორჩა. თუ მინდა რომ ეს ჭიჭში შედებული ვაზნა გამოვიდეს და შევიდეს სავაზნეში, უბრალოდ ჩამოკაჩავ და გავუშვებ. ივსო. მოდი ერთი სწრაფი სროლაც გავაკეთოთ 24 გრამით და ამით დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. всё. აბა. ეს არის ლეგენდა იარაღი. ლეგენდა. ამ იარაღით ბევრმა კარგმა მონადირემ კარგი შედეგების დადეს, ძალიან ბევრი ისტორიები ვიცი, იმიტომ არა რომ ანუ ძალიან კარგი ისტორიები გააჩნია ხალხს ამ იარაღზე. დიდი ხანია ჩვენ ბაზარზეა და მაგიტომაც გადავწყვიტეთ პირველი იარაღის გადაღება არც ამ ფენობის. საკმაოდ კარგი იარაღია, მომწონს და ნახოთ სხვა იარაღებსაც შევადარებთ და მე ერთობლივად გადავწყვიტოთ ვის რა და რომელი გირჩევნიათ.